განვითარებაა მან და რას ამბობენ ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტებთან ერთად? ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში თქვენ ახლა ხედავთ შეკრებილები არიან პროფესორები და სტუდენტები, ამის პარალელურად ჯერ კიდევ მიმდინარეობს შეხვედრები ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან, პროფესორების იმისთვის, რათა ერთობლივ საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ ეს ადამიანები და შემდეგ რექტორს უთხრან დაუფიქსირონ მათი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი შეცდომა და ტრაგედია იქნება თუ კი ეს ორი უნივერსიტეტი გაერთიანდება მათი განმარტებით. ტექნიკურ უნივერსიტეტს, ისევე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დამოუკიდებლად აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული ისტორია, ამიტომ ამ ისტორიის წაშლა იქნება უდიდესი შეცდომა და მათ შორის დანაშაული სტუდენტებისა და ახალგაზრდების, მათ შორის პროფესორების წინაშე, ამიტომ მათი პოზიცია არის საკმაოდ მტკიცე. ქალბატონო თამარ, მე მინდა რომ თქვენი პოზიცია მოვისმინო. უპირველეს ყოვლისა გითხარით, რა გადაწყდა, იყო აქ მსჯელობა, იყო სხვადასხვა დონეზე საუბრები, ვიცი რომ უდიდესი უმრავლესობის აზრი არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელი ამ უნივერსიტეტების გაერთიანება. კიდევ ერთხელ შეახსენეთ მაყურებელს და უთხარით თქვენი პოზიცია. დიახ, სულ რაღაც ნახევარი საათის უკან იყო ჩემი უშუალოდ ფაკულტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების საბჭოზე შეხვედრა, სადაც აბსოლუტური უმრავლესობით და არც ერთი განსხვავებული აზრით ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ის პოზიცია, რომელი პოზიციაც უკვე დავაფიქსირეთ და ვაგრძელებთ დღესაც. საპროტესტო ეს მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ორი უდიდესი აკადემიური სტრუქტურის შეერთების თაობაზე, სამომავლო პერსპექტივით აბსოლუტურად არაფრის დადებითის მომტანი არ იქნება. ჩვენ ასე ვთვლით და გვაქვს არგუმენტები. ეს არ არის სუბიექტური და აკვიატებული დამოკიდებულება იმ მოცემულობის ფარგლებში, სადაც შეიძლება ითქვას დაიმარხება აკადემიური ისტორია ორი სტრუქტურის სამომავლო საკეთილოს, არც ქვეყანას, არც მაკროდონეზე, არც მიკროდონეზე, არც პროფესორას და არც სტუდენტებს არ მოუტანს. თუ კვლევითი კომპონენტებით გამომყარებთ, დაინიშნოს ხელახალი ექსპერტიზა პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში და თითოეული სტრუქტურა დაიცავს თავის ავტონომიას. მე პირადად ორივე სტრუქტურას წარმოვადგენ და კარგად ვარ გათვითცნობიერებული იმ სამომავლო პერსპექტივებში, რომელიც ჩვენთვის მაკროდონეზე რეიტინგული თვალსაზრისითაც იქნება მისაღები. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის ედუარდსჯი წერს, რომ შესაძლოა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ უკვე რექტორი გახდეს ლევან იზორია, შეგახსენებთ, ის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როგორ შეაფასებთ ამ ინფორმაციას და ზოგადად აი სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით როგორ ხედავთ მის რექტორობას? სულ ახლახან გავიგეთ ამ ინფორმაციის შესახებ. ჩვენც როგორც ეს დინამიკაში მივდევთ პროცესებს, წინასწარ ჩვენთვის არაფერია ცნობილი. მე სუბიექტური რომ არ გამომივიდეს შეფასება, ვერ შევეხები ვერც უარყოფითად, ვერც დადებითად ბატონ ლევან იზორიას ფიგურას, მის როლს გაერთიანებული სტრუქტურის მართვაში, ამიტომ ამ შემთხვევაში ვიქნები თავშეკავებული. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მასშტაბურის მართვა სჭირდება მასშტაბური გამოცდილება, მასშტაბური მენეჯმენტი, გლობალური სივრცის, სადაც თითოეულის ინტერესი იქნება დაცული. თუ ეს ასე არ იქნება, ყველა გაერთიანება განწირულია შემდგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა. თამარ ღამბაშიძე პროფესორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მოусმინოთ სტუდენტებსაც გამარჯობა. თქვენ აქ წარმოდგენილები ხართ ახალგაზრდების სხვადასხვა ტიპის ბანერებით და შეძახილებით, საღამოს დაგეგმილი არის ასევე აქცია. მე როგორც სტუდენტს მინდა პირველ რიგში კითხოთ, როგორ იქნება ახალგაზრდების პოზიცია. შეეგუებით თუ არა იმ გადაწყვეტილებას, რომ მოხდება თქვენი უნივერსიტეტის შთანთქმა პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით? რა თქმა უნდა, ამას ვერ შევეგუები ვერანაირად. პირველ კურსელი ვარ ჯერ მხოლოდ, მაგრამ ვაპირებ, რომ აუცილებლად დავიცვა ამ უნივერსიტეტის სუვერენიტეტი, რადგან რამდენიმე თვეა სულ რაღაც აქ ვარ და უკვე სახლივით გრძნობ თავს და წარმომიდგენია მაღალ კურსელების პოზიცია რა იქნება მესამე, მეოთხე კურსელებისა, რომლებიც წლებია სახლს ეძახიან ამ ადგილს და ფაქტობრივად უქრობენ. სახლი რომ დაუნგრიონ ადამიანს, ახლა მე არქიტექტურაზე ვსწავლობ და ამიტომაც კონკრეტულად კარგად მეხება და მაგას ვამბობ, რომ ანუ სახლი რომ დაუნგრიო ადამიანს, ფაქტობრივად ის არის პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც. ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა ბანერებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სტუ არ იყიდება, სტუს ისტორიას ვერ წაშლით. ეს არის როგორც პროფესორების, ისე სტუდენტების, ახალგაზრდების მთავარი სათქმელი, ამიტომ ისინი ახლა სწორედ ამ უნივერსიტეტის ეზოში არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები ფაკულტეტების და ამის შემდგომ უკვე მოხდება საერთო პოზიციის მიწოდება რექტორისათვის. პროფესორები და სტუდენტები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ საკუთარ აზრებს, პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ
სტუ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაერთიანდეს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ეს არ იქნება გაერთიანება და ეს საბოლოო ჯამში ძალიან სერიოზული და საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს პრაქტიკულად წარსულს ჩააბარებს. ხატია, დაგემშვიდობები, დიდი მადლობა.